Am წუთებში კოალიცია ცვლილებისთვის გაფართოებულ შეხვედრას მართავს, რომელშიც ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალი 4-ვე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მონაწილეობენ. დიალოგში ჩართული არიან პროტესტში მონაწილე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მსჯელობის საგანია სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება რეჟიმის წინააღმდეგ. ნატალი ჯახუტაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნატალი, რა ვიცით, რა დეტალები ვიცით აი ამ შეხვედრის გარშემო, ხომ არ არის რაიმე ცნობილი, დამთავრდა თუ არა ზოგადად შეხვედრა? გაფართოებული შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა ძირითად საკვანძო საკითხებზე უკვე შეჯერდნენ დისკუსიაში ჩართული პირები, მათთვის პრიორიტეტია ერთობა, თუმცა ისინი ახსნა განმარტებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ საუბარია არა პარტიულ გაერთიანებებზე, არამედ კოორდინირებულ მუშაობაზე და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ითანამშრომლონ და შეთანხმებულად იმოქმედონ აბსოლუტურად ყველასთან, ვისი ამოცანაც არის დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. აცხადებენ, რომ მათთვის წითელი ხაზები არ არსებობს, ერთადერთი ყურადღებას ამახვილებენ გიორგი გახარიას პარტიაზე და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სანამ ექს-პრემიერის გუნდი პარლამენტშია შესული, მათთან შეუძლებელია კოორდინაცია და კოორდინირებული თანამშრომლობა და ასევე ყურადღებას ამახვილებენ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორზე. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის როლი და ასევე ადასტურებენ კოალიცია ცვლილებისთვის წევრები, რომ დახურულ კარს მიღმა ისინი მართავენ კონსულტაციებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან. მათი განცხადებით დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი და დასავლეთში მას აღიქვამენ როგორც ქართული საზოგადოების ლეგიტიმურ წარმომადგენლად და კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სრულად იზიარებს მათ პოზიციებს. ჩემი აზრით ძალიან კარგად ახსნა მისი სათქმელი სასამართლოზე. ძალიან კაფიოდ თქვა და გამოთქვა მისი მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით. მან ეს მიიღო შეურაცხყოფად, მძიმე შეურაცხყოფად და მან ამაზე რაღაცა პასუხი გასცა. ეხა ამის იქეთ თინა ბოკუჩავასთან ერთად ვიბრძოლებთ თუ არა ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, აუცილებლად ვიბრძოლებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არათუ ნაციონალურ მოძრაობასთან, ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო ჯგუფთან, ვისაც სწორად ესმის, ეხლა რომ ივანიშვილის რეჟიმთან არ თანამშრომლობა, პროტესტი, პროპაგანდასთან ბრძოლა, საგარეო ფრონტზე ერთობლივი მოქმედებები არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ვიქნებით ერთად ამ ბრძოლაში. თუ თქვენ გულისხმობთ ერთპარტიულ ორგანიზაციად ან რაიმე ფორმით ორგანიზაციად გაერთიანებას, არა, ამას არ გულისხმობ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ პრინციპებზე და ამაზე ვსაუბრობთ ეხლა აქ, ამაზე ვსაუბრობთ სამოქალაქო აქტივისტებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ასე შემდეგ. ალბათ სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი საგარეო ველზე, რასაც ის თავად ძალიან კარგად იყენებს და ამიტომ მისი ამ საერთო წინააღმდეგობაში მოაზრება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ქალბატონი სალომე წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ველზე, როგორც რეზოლუციებით აღიარებული ლეგიტიმური პრეზიდენტი. ჩვენი მთავარი ამოცანა ის საზოგადოებრივი წნეხი, რაც არსებობს ქართულ ოცნებაზე, გავაფართოვოთ პროტესტი და ამისთვის გვჭირდება სტრუქტურა ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც წინააღმდეგობაში არის, რომელიც პროტესტში არის, თავი უნდა იყოს აი ამ დიდ გაერთიანებაში. ეს დიდი გაერთიანება წარმოადგენს დიდ სამკუთხედს, სადაც არის ასევე როგორც პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები, აქტივისტები და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ დიდი ხანია უკვე ამ ნაწილს გადავაბიჯეთ, ამ გზას გადავაბიჯეთ, როცა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ერთობით რაიმე შეიძლება და მომხდარიყო. ახლა უკვე იმ რეალობაში ვართ და იმ ხელა ბოროტებას ვებრძვით, როცა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების არაფერს მოგზემს მათი ერთობა და ამიტომ საჭიროა ყველა ვინც არის პროტესტში და სხვადასხვა კუთხით არის ჩართული ამ პროტესტში, ყველა ასეთი აქტორის ერთობა. თუმცა არსებობს რა თქმა უნდა წითელი ხაზები. ჩემთვის პირადად წითელი ხაზია მხოლოდ და მხოლოდ იმ აქტორებთან თანამშრომლობა, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. თუ გახარიას პარტია დატოვებს პარლამენტს და გადაწყვეტს, რომ იმ ბრძოლის მეთოდს შემოუერთდას, რომელსაც უკვე 1 წელია ქართული ხალხი ქუჩაში დგას და ამ გზას მიმართავს, ამ შემთხვევაშიც კი გახარია კი არა ნებისმიერი ასეთი აქტორი აღარ იქნება წითელი ხაზი ჩემთვის. ამ წუთებში გაფართოებულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, პროტესტში მონაწილე მოქალაქეები, ასევე აქ არიან კოალიციაში შემავალი 4-ვე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები და სავარაუდოდ ეს კონსულტაციები გაგრძელდება.